პრეზიდენტის ავლაბრის რეზიდენციაში საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს ხდომა გაიმართა. მიხეილ სააკაშვილმა საბჭოს წევრებთან რუმინეთსა და საფრანგეთში ოფიციალურ ვიზიტებთან დაკავშირებული დეტალები განიხილა. პრეზიდენტმა ამ სახელმწიფოთა მთავრობებთან ურთიერთობისა და თანამშრომლობის საკითხებზე გაამახვილა. ყურადღება მიხეილ სააკაშვილი რუმინეთში დღეს გაემგზავრება. დაგეგმილია შეხვედრები ოფიციალურ პირებთან. ვიზიტი 4 ივნისამდე გაგრძელდება. საფრანგეთს კი სააკაშვილის 3 დღიანი ვიზიტით 6 ივნისს ეწევა. ოპოზიციის მარცხს მიხეილ სააკაშვილი ოპოზიციასვე აბრალებს. ისინი ქექავენ ნაცარს და ამბობენ, რომ ხალხი ვერ იგებს მათ სიდიადეს. ამაზე დიდი გონება, შეზღუდულობა და უბადრუკობა მე არ ვიცი, განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა ოპოზიციის მისამართით, თუმცა კონკრეტულად რომელ პოლიტიკურ ძალას გულისხმობდა, პრეზიდენტს არ დაუკონკრეტებია. ესეც ეხება ჩვენ სახელმწიფოებრიობის საკითხს. ისე რომ 90% გონია, რომ საქართველო არის მარტო თბილისი. თუ დააკვირდით, რომ ლაპარაკობდნენ მხოლოდ თბილისზე. და წაგება არ წაგება გაიზომა ხოლმე თბილისით და თბილისი არის მხოლოდ 1/4 საქართველოს და მე რო უკვირთ რატო იღებს მართველი პარტია ისეთივე შედეგებს თელთნიან საქართველოს როგორც მიიღო 2004 წელს და არის ნაწილი რომელიც ეს იმიტომ რომ ხალხი არ არის ჩვენ დონეზე აი ჩვენ ვართ მაგარ დონეზე ჩვენ ნაცარქექეები ტელევიზორის ეკრანებზე ხშირად ვდომი და ზოგი კომპიუტერს უზის და იქ რაღაცას ქეკავს ნაცარს და ზოგი გაზეთებში წერს და აი ხალხი ვერ არის ჯერ ჩვენ დონეზე ჩვენ სიდიადეს ვერ იგებს ამაზე დიდი უბადრუკობა და გონება შეზღუდულობა რომ ასე ლაპარაკი საკუთარ ხალხზე ერთი რამ ვისწავლე მე ჩემი ცხოვრებით და ჩემი მათ შორის პოლიტიკური ცხოვრებით ყოველთვის ყველა საკუთარ მარშში დაადანაშაულებ მხოლოდ საკუთარი თავი სამართალდამცველების ძალისხმევით საქართველო კანონიერი ქურდებისაგან თავისუფალ ზონას წარმოადგენს. ამის შესახებ პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გვიშინ ორთაჭალაში პროკურატურის ახალ შენობასთან პროკურორის ღირსების ორდენით დაჯილდოების ცერემონიაზე განაცხადა. პრეზიდენტის თქმით 2006 წელთან შედარებით დანაშაულის ფაქტები საქართველოში ორჯერ შემცირდა. ჩვენთან დანაშაულის დონე 3-ჯერ და მეტად ნაკლებია ვიდრე რუსეთის ფედერაციაში, სადაც ჩვენს კანონიერ ქურდებსა და ორგანიზებული დანაშაულის წარმომადგენლებს ისინი სიამოვნებით იღებენ, განაცხადა პრეზიდენტმა. მიხეილ სააკაშვილმა ისიც აღნიშნა, რომ ამ კანონის ამოქმედებიდან დღემდე ქურდულ სამყაროს წევრობისთვის პასუხისგებაში 154 პირი მიეცა. უკანონობისა და კრიმინალის მორევიდან ამოვიდა და დღეს წარმოადგენს სრულფასოვან სახელმწიფოს, რომელიც ესწრაფის დემოკრატიულ განვითარებას პირველ რიგში ეს არის ჩვენი სამართალდამცავი სისტემის და პროკურატურის თანამშრომლების წარმოუდგენელი ძალისხმევის და თავგაწირის შედეგი. იდეოლოგიური მანქანა იყო. შალიკიანი მართავდა ქუთაისს და ტყიბულს. ბადრი პადარკაჩვილი, რომელიც არ არის ეს რომ მიცვალებულზე ან მხოლოდ კარგი ან არაფერი. ბოდნურას უკაცრავად ეს საუბარია ჩვენ უახლოეს ისტორიაზე და უკვე ისტორიულ ფიგურებზე. ძმა კანონიერი ქურდით თვითონ დღედაღამე ეწეოდა თავისი არხით კანონიერი ქურდების და დანაშაულის პროპაგანდას. კანონის ამოქმედებიდან დღემდე ქურდული სამყაროს წევრობისთვის პასუხისმგებაში მიეცა 154 პირი. დანარჩენმა ქურდებმა მიგვატოვეს და დაგტოვეს ასეულად ზოგიერთი პოლიტიკური ყალებში ლიდერისთვის საუკეთესო ტურიზმად ითვლება მათთან შეხვედრა სხვადასხვა მეზობელი ქვეყნის რესტორნებში და კაფეებში და სასტუმროებში. მთავრობის კანცელარიაში მთავრობის ხდომა მიმდინარეობს. ხდომას საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უძღვება. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ მინისტრები დღეს პირველად შეიკრიბნენ. დაგეგმილია 40-მდე საკითხის განხილვა. ხდომის სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია. ხდომა კანცელარიაში 12 საათზე დაიწყო. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საბოლოო წინასწარი შედეგები დღეს საღამოს უნდა გამოაცხადოს. ამ დროისთვის სავარაუდოდ უკვე დათვლილი იქნება ხმები სრულად ყველა საარჩევნო უბანზე. ცესკო გუშინ მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდა და საჩივრებს განიხილავდა. მიიმსჯელა რამდენიმე განცხადება საჩივარზე. კერძოდ 3 განცხადებასა და საჩივარზე, რომელიც ცესკოში იქნა შემოტანილი, არ იქნა დაკმაყოფილებული არც ერთი უსაფუძვლობის გამო, ხოლო რაც შეეხება ზოგადად გადაწყვეტილებებს, ცესკო აბსოლუტურად გამჭვირვალედ მოქმედებს თვითონ ყველა არჩევრის განხილვასა და განთავსებაზე ვებგვერდთან დაკავშირებით. ოპოზიციამ ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობით დრო დაკარგა და ხელისუფლებას მინიმუმ 1 წლით გაუხანგრძლива ქვეყნის სათავეში ყოფნა. ეს განცხადება დემოკრატიული მოძრაობის ლიდერმა გუშინ ტელეკომპანია მაესტროს ეთერში გააკეთა. ნინო ბურჯანაძემ განაცხადა, რომ გამოსავალი მხოლოდ საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნებია, რასაც ოპოზიციამ თანმიმდევრული ნაბიჯებით უნდა მიაღწიოს. ბურჯანაძემ პრესაში გავრცელებულ ინფორმაციასაც უპასუხა და აღნიშნა, რომ ბოლო პერიოდის განმავლობაში ირაკლი ოქროაშვილს არ შეხვედრია, თუმცა არ უარყოფს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ მზად არის ისაუბროს ოპოზიციის ყველა წარმომადგენელთან, ვისაც ხელისუფლების შეცვლის სურვილი რეალურად აქვს.
არჩევნები რეალურად, რომელიც ნამდვილად ვერ შეცვლიდა პოლიტიკურ გარემოს ქვეყანაში და ეს იყო პროცესი, როდესაც მე ვხედავდი, რომ ოპოზიცია ერთმანეთს ებრძოდა და ებრძოდა ერთმანეთს კონკრეტული ადგილის დასაკავებლად ოპოზიციაში და ძალიან ნაკლებად ებრძოდა ხელისუფლებას. ჩვენი ოპოზიციის ნაწილი რომ არ წამოგებოდა ხელისუფლების დაგებულ ხაფანგს, ნებსი თუ უნებლიეთ არ მინდა ეხა ამ დეტალებში შევიდე და არ შეყოლოდა იმ, ასე ვთქვათ, ფარსში და იმ თამაშში, რომელიც გასაგები იყო წინასწარ რომ ოპოზიციის, ასე ვთქვათ, რბილად რომ ვთქვათ, მეორე ადგილზე გასვლით დასრულდებოდა. სხვათა შორის მე ძალიან მაოცებს ჩვენი ოპოზიციის მიერ გაკეთებული განცხადებებიც იმასთან დაკავშირებით, რომ თურმე ეს ნაბიჯია დემოკრატიისაკენ გადადგმული. არათუ დემოკრატიისკენ არ გადაიდგმება ნაბიჯები. როგორც შარშანდელი აქციების დამთავრების შემდეგ ხელისუფლებამ გააძლიერა ტერორი, დაიწყო დაჭერები, დაიწყო მართლაც ტერორი უამრავი ადამიანების მიმართ, ესე მოხდება ეხლაც და ნამდვილად სამწუხაროდ ვამბობ ამას, მაგრამ ოპოზიციას მოუწევს იმ ნაწილს, რომელმაც არჩევნებში მონაწილეობა მიიღო, პასუხისმგებლობის გაზიარება იმ ტერორზე, იმ არადემოკრატიულ ნაბიჯებზე, რომელსაც ხელისუფლება გადადგამს, იმიტომ რომ ჩვენ დღეს მივიღეთ რეალობა, როდესაც ოპოზიციამ თავისი მონაწილეობით ამ არჩევნებში ხელისუფლებას კარტ ბლანში მისცა, ხელისუფლებას ჩააწერინა ქულები, ვთქვათ, იგივე დასავლეთის თვალში, რომ ხელისუფლებამ არჩევნები ჩაატარა დემოკრატიულად, იმიტომ რომ ღრმა ანალიზის გარეშე შეუძლებელია მთელი ეს წინა პერიოდი არჩევნების ვთქვათ, საბოლოო დასკვნებამდე დაიდოს და ჩემთვის მართლაც ლამის ძალიან მძიმე შოკი იყო, თქვა არ ვიტყვი, მაგრამ ძალიან უსიამოვნო იყო, როდესაც მე გუშინ წავიკითხე პირველად ბოლო 2 წლის განმავლობაში New York Times-ში პოზიტიური სტატია ხელისუფლებაზე და სააკაშვილზე, რომ მათ ჩააბარეს დემოკრატიის გამო.